კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ რწმენას აცოცხლებს, უფალი აგრძელებს ეუბნება, რამე თუ ასწავებდა მოწაფეთა თვისა და ეტყოდა მათ, რამე თუ ძე კაცისა მიეცემის ხელთა კაცთასა, მოკლან იგი და მორაკვდეს მესამე დღესა აღდგეს. ანუ ძე კაცისა არის სინონიმი ღმერთისა, რომელიც ჩვენთვის გამოჩნდა. როგორც ძველ ათმაში ვკითხულობ, ძე კაცისა პირდაპირ გაგები. ებრაელებმა კარგად იცოდნენ ეს. ძე კაცისა არის სინონიმი ღმერთისა, რომელიც ადამიანებისთვის ხილულად გამოჩნდა. წამთ რომ ძე კაცისა არის, ანუ განკაცებული ღმერთია, ძე ღვთისა იგივე ფაქტობრივად ესეც სინონიმია. ქრისტე მას წინაშე რო დგას, მთელი სასოება მათზე აქვს და წამთ მისი და ეს რწმენა, ანუ ნამდვილი ქრისტიანული რწმენა ნიშნავს, რომ არ დავიწყებოდათ მათ და არ დაგვავიწყდეს ჩვენ, რომ ძე კაცისა ჯვარს ეცვა, მიეცემა ხელთა კაცთასა და მოკლან იგი, ანუ ამასოფლის სულმა შეიძულა და შეურაცხყოფით მოკლა იესო ქრისტე. და ჩვენ როგორც მიმდევარნი იესო ქრისტესი, ისევე არ უყვავართ ამასოფლის სულს და შესაძლებლობა რომ მიეცეს ჩვენც მოკლავს იგი. ამიტომ ის კომფორტი, რომელსაც ადამიანი ესწრაფის ქვეცნობიერად, მხოლოდ მარადისობაში იქნება და მხოლოდ ქრისტესთან ერთად ექნება განცდა წინა გემოს ხილვისა, იმ მარადიული ფუფუნების, მოდი ესე ვთქვათ, რაც მარადისობაში გვევედება, რომ ფუფუნების კაი გაგება ამ შემთხვევაში და არა რაღაცა ლუარსაბ-თათქარიძესეული გაგება. ეს მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეში მყოფობით შეიძლება ითქვას, გვექნება, იმიტომ რომ თუ გვაქვს ჩვენი ილუზია, რომ თან სულიერი ცხოვრება და თან ბოლომდე რაღაცა კომფორტი ყველას გვაქვს. ბოლო-ბოლო ტანსაცმელი გვაცვია და არ ფცივა და არ ფცხელა და საჭმელი გვაქვს. რაღაცა კომფორტის გარეშე შეუძლებელი ადამიანის ცხოვრება, მაგრამ როცა ადამიანის თვითმიზანი გახდება, ეს უნდა გვახსოვდეს, რომ ეს შეუძლებელია ყველასთვის და განსაკუთრებულად ქრისტიანისათვის. იმიტომ რომ ქრისტიანს არასოდეს არ მოგცემს იმის საშუალებას, ამასოფლის სული, რომ ბედნიერად იმყოფებოდეს სრული ფუფუნებით, იმიტომ რომ მას შენ არ უყვარხარ.